აგერი გარკვევით აწერია, რომ ნაგავი არ უნდა დაიყაროს. ჭამენ, სვამენ და აჯვავენ გარემოს, ფეხებზე კიდიათ. აი ესე ბუნებაში ჭამს, სვავ და ესე აჯვავ. და ქვეყნის სიყვარულზე გაქვს პრეტენზია, მეგობარო. და ვიღაცა მოვა და მეტყვის, რომ კიდე იდიოტები წერენ კომენტარში მიდი თუ გაწუხებს და შენ დაალაგეო. მომისმინე შენს მძღნერობას ნუ მოისური. აი ეს არის უნაგავი. შენს უმსგავსობას ნუ მოისური, აი ესე ნუ ყრით. არც არავინ არ შეგაგინებს და არც არავინ არ დაგავალდებულებს. ესაა თქვენი პატივისცემა და სიყვარული ქვეყნის. მეტი კი არაფერი. ამით გამოიხატება თქვენი ადამიანობა. შენ გეხადა მე მორალს აქეთ მიკითხავ, რომ რა ვალდებული ვარ, რომ მე დავალაგო. აიცნო რატო ხარ ვალდებული? იმიტომ რომ შენს ქვეყანას თავზე ლაფს ასხავენ. ამიგე შეხედე რა დღეშია. მაგითო ახლა შენ წარმოიდგინე გზა არის, აი ეს ზაფხულში ხო სუიჩრდილება, ვაფშე არ ჩანს. და მანქანა ახლა აქ არის დაყენებული თავის დედიმისისას მიირთმევს და მე გაძღება და წავა და ფეხებზე კიდია. თავზე რო დაადგე, ხო, და რო უთხრა რომ ბიჭო რასაკეთებ, ის გეტყვის მე რა შუაში ვარ ძმაო. მე ახლა აქ შემოვედი და მე არ აყრის, ყველა იძახის რომ მე არ აყრი, მან სხვა ვინ აყრის პროსტა ამიხსნას რა. აი ეს სულ ერთი სარფეთქებით არის სავსე, წარმოიდგინე, ხალხო. აი უყურე რამდენი ნაგავი და პლასმასი ყრია. შეხედეთ. აი ამას უნდა დალაგება. ამას უნდა გაწმენდა და მიდი დაიღეო. თქვენი უბრალოდ თქვენ უნდა მოსოებო, თქვენ მოჯვით. დააჯვით, ლაფი დაასხით, ბიჭო. გარემოს და მე უნდა ავალაგო, ხო? რაღა მწუხდები. მე ავალაგებ, მაგრამ ამას შეხედე რამდენი ყრია. ედას გაფიცებს, ბიჭო, აი ამას რა დაალაგებს ახლა? ამას უნდა ხალხი მოხალისეები, რა ვიცი, ეს დეპუტატები რო ხმებს ითხოვდა ტვინსად ყნავთ რაღაცა იდიოტობებზე, აი აქ შეხედე რამდენია, აი ეს სულ ნაგავია, აი. შეხედეთ რამდენი ნაგავი ყრია. აი ეს არის სულ ნალოთავები. ის ქვეყნის სიყვარული არის, რომელიც აი ესეთ გეხარ და მიწაწყარს ეფიცებით. პატრიოტობაზე თავს ავდებთ, ხვდებით? რამდენჯერ გიდგიგრძელებია და ცხვირწინ ნაგავი გიყრია, გიქეიფია. ძალიან ბევრჯერ. და ხედავ ამ ნაგავს და არიღებ. იცი როდის აიღებ? აი რო შეგაწუხებს. რო გაიაზრებ სინამდვილეში, რომ აი ამას ნახე რამხელა პრობლემა მოყვება აი ამ იდიოტობას შეხედე რა საშინელება ხდება. ამას რო გაიაზრებ, მე ალბათ მე მოკიდავ თორე ეხლა ჩემი ნალაპარაკები ჩვენ არასოდეს არ მოკიდავ ხერს. პროსტა შენ თვითონ უნდა მიხვდე. ხო და რა ვიცი, ეს არის ეგრეთ ვთქვათ საპატრიარქოს ტერიტორიას. ჯვრის მონასტერი იქ რამდენი ყრია გზიდან. ეს ყრია ნაგავი. ხვდებით, აი ეს უბედურება ხჭის ჩვენ. და აი ამას არ აკონტროლებს, ამას არ ვაკონტროლებთ, ამას არ წმინდავთ. და აი ეს პერიმეტრი არის კიდე გზის პირები ნაგვით. სავსე.